მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. რა ხდება ავტოსამყაროში? სიახლეები, რეგულაციები და კიდევ უფრო გაიაფებული ჩინური ავტომობილები. რა ეტაპზეა მაყუჩების კანონი? წარმოგიდგენთ ბოლო სიახლეებს. ბოლოს რაც მოვიკითხეთ, რომ 1 იანვარს კი ბატონო შევაო ძალაშიო და შეიცვლება ეს ყველაფერიო, ეხა ტესტავენ აპარატებს. რაც ჩამოიტანეს, დაკალიბრება მიდის მაგ აპარატების, საზომების და ნახოთ, როგორ მოისწრება. ბიბილიზინგისა და კიას პარტნიორობის ფარგლებში გადავიღეთ ახალი სპორტიჯი და გავწირეთ გიორგი დანელია. 3-დან 3-ვე ქვეითზე შეჯახების ტესტი კიამ სრულყოფილად ჩააბარა. ეხლა გვინდა პატარა ექსპერიმენტის ჩატარება, ვიმყოფებით სკოლასთან და გადავწყვიტეთ, რომ გავწიროთ ჩვენი თანაწამყვანი გიორგი დანელია, რომელიც გადმოგვირბენს გზაზე და ვნახოთ რა რეაქცია ექნება ამ ავტომობილს. დაამხრუჭებს თუ არა თავის დროზე და იმედი არ დავეჯახებით გიორგის. დავიწყეთ. სტუმრად გვეყოლება ვანომძელური, მიმოვიხილავთ ავტოსპორტს, ფინანსებს და Renault Clio-ს. კარგი საბურავი, რომელიც აღმართის დაძლევისთვის არის განკუთვნილი. თვით სადაც 50-70 კილომეტრამდე უწერია რეინჯი ესე. ღირს ეგ დაახლოებით $3,000-მდე. $3,000 გადიხარ 70 კილომეტრს. ცუდი. მე მგონი პირველი მანქანა არის საქართველოში, რომელსაც მე ვნახე ვიდეოში ქვემოდან, რომ საერთოდ სულ სწორი არის, უყურე მაგ ვიდეოს. Clio-ს არის. არა, დამიჯერე, შენს Clio-ზე სწორი არის. ზამთარი გვიახლოვდება და გვინდა მაყურებელს შევახსენოთ, რომ ჩვენი კანონი, რაც გვაქვს საბურავების შესახებ, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე გვჭირდება ზამთრის საბურავები. თუ გვინდა ქალაქიდან გასვლა. ვეღარ გავატანინებ ზაფხულის საბურავებს. ვეღარ გავატანინებ, ადრე როგორც ვატანინებდით ხოლმე. სტანდარტული სიტუაცია იყო ხოლმე ადრე. ხო, რა კრიტერიუმები ჩავარჩიოთ, ამასაც გეტყვით, დატანილი უნდა იყოს ფიფქი და 10 წელზე ქვევით არ უნდა იყოს. მოკლედ ეს საბურავი. მივესალმები ამ კანონს რა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ახსოვს, როდესაც მოთოვდა ხოლმე და დასავლეთის მიმართულებით გადავადგილდებოდი ხოლმე, საცობი იქნებოდა იმიტომ, რომ ვიღაცას ეყენა ზაფხულის საბურავი, ვეღარ მიდიოდა და ანუ უკან გმომი ხალხი მერე ვაწვებოდით ხოლმე. იდეაში ეგ სამოქალაქო პასუხისმგებლობაც არის. კი, ნამდვილად სამოქალაქო პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ საზოგადოებრივ გზაზე ან გზაზე სადაც გადაადგილდები და შენთან ერთად სხვა ავტომობილებიც გადაადგილდება, ხო? და გიყენია ზამთარში თოვლში ზაფხულის საბურავი, ეს არის უპასუხისმგებლობა რა, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება დაკარგო კი არა, დაკარგული გაქვს უკვე საფართან მოჭიდება. დაკარგული. სამოქალაქო პასუხისმგებლობასაც შევეხეთ და ასევე მინდა ვახსენო ესეთი აპლიკაცია Fix Tbilisi. საიდან დავიწყოთ ახლა ეს ყველაფერი რა? ხო, მე მოვდიოდი გზაზე. და დავიწყოთ. მოვდიოდი გზაზე, იდგა ორმო. ხო და მოხდა ისე რომ არ ჩანდა ეს ორმო და მეც არ დავაყოვნე და ჩავხტი ეგრევე. მაგის საწყისი რა იყო, იცი? ხო. შენი სტორი ვნახე Instagram-ში, რომ ახალი საბურავები იყიდე. ხო და ეგრევე ბაბონი დაედო იმ ხელა რომ რა ვიცი. მუწუკივით აქ. ხო, ნუ ანუ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩემ გარდა მე ბაბონით გამოვძვერი, მაგრამ 8 ავტომობილი იყო გადაყენებული, სათადარიგო საბურავებს აყენებდნენ, ზოგს არც ჰქონდა და უკანა გზაზე რო გამოვიარე, ისე იყო. ნუ მოკლედ, ეხლა რატო მოვყევი ეს ისტორია რა, არის ესეთი აპლიკაცია Fix Tbilisi და ყველას მოგიწოდებთ, სადაც ნახავთ მსგავს სიტუაციას, ან გზებზე ორმოს, ან რაღაცა გადათხრილი არის და არ კეთდება და გაჩერებული არის, გადაუღეთ ფოტო, ატვირთეთ, მიუთითეთ ლოკაცია, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეაკეთონ ეს კონკრეტული ტერიტორია რა. ჩვენც ან რო დავრეკეთ რაღაცა, მოვიკითხეთ სიტუაცია რაღაცა, ყველამ გითხრა, რომ ანუ არ იყენებენო მოქალაქეებიო, ეხლა კარგად მესმის, რომ ესე ვერივლიან გზადაგზა და ვერ ნახავენ სად რა ხდება და როგორ ხდება. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სადაც ზოგიერთ ჩვენგანს ეზარება ხოლმე, რომ იმას ფოტო გადაუღოს და ატვირთოს, შეიძლება თავი არავინ არ შეიწუხოს, ეგრე კონკრეტულად და ერთგვარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ ჩვენი ვალი არის. და რაც არის, უნდა მოიხადოთ, რომ სხვასაც არ შეექმნას ანალოგიური შემთხვევა ან დისკომფორტი ამის გამო. ამას თავი დავანებოთ, რომ გზაზე, რომელზეც ყოველდღე გადაადგილდები, მიდიხარ სამსახურში და სახში ბრუნდები და ორმო გვხვდება,
აი 5 წუთის ამბავია, რომ უბრალოდ გააჩერო ავტომობილი. გააჩერო ან დაადეკო, ან ფოტო გადაუღო და აპლიკაციაში ატვირთო და იქ უკვე თუ არ მიეხედება მაგ ამბავს, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ჩვენი წელი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა ავიღოთ ამ. ისე მოდი პატარა ტესტი ჩავატაროთ და გავტესტოთ რამდენად მუშაობს. საინტერესო იქნება. და რამდენ ხანში შეაკეთებენ ამას. ხანში აღმოფხვრიან პრობლემას. კი, ესეც დასატესტი არის. ხო, რაც შეეხება ბევრი წერს კიდე და აქტუალურია და არ კარგავს აქტუალურობას მაყუჩების კანონის ამბავი. მოკლედ, როგორც ვიცით და ბოლოს რაც მოვიკითხეთ, რომ 1 იანვარსო კი ბატონო შევაო ძალაშიო და შეიცვლება ეს ყველაფერიო, ეხა ტესტავენ აპარატებს. რაც ჩამოიტანეს, დაკალიბრება მიდის მაგ აპარატების, საზომების და ნახოთ, როგორ მოესწრება, არ ვიცი, მაგრამ შევკვირდნენ ბოლო ინფორმაციით, რამდენი ხნის წინ იყო 2 კვირის წინ, ხო და ახლა 2 კვირის წინ გითხრეს, მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია, მოკლედ აპარატები იტესტება, გადის კალიბრაციას, ასევე ამ აპარატებმა უნდა გაიაროს სერტიფიკაციაც და შემდგომ უკვე დროში ამდენად მოესწრება, ეგ არის თავი. უნდა შეასწავლოს, ასე ვთქვათ, ჩვენმა სამინისტრომ გამოყენებაც იმ ადამიანებს, ვინც შეამოწმებენ ამას. რომ იქ მერე რაღაც გაუგებრობა არ იყოს და ვიღაცაებმა პრეტენზიები არ გამოთქვას და არ გამოვთქვა მე პირადად სიტყვაზე, რომ აი ამდენი აქვს და ამდენი რატო აჩვენა. შესაბამისად ამ ყველაფერს სჭირდება დრო და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაივლის ეს პერიოდი, თორე 2 ავტომობილი ვერ გამოვყავს და ძალიან ნერვიულობ ამ ფაქტის შესახებ. მოკლედ, ჩინელებმა კიდევ ერთი ახალი BYD გამოაგორეს, Yang Wangi U8. ამანქანა შეუძლია სულ ყველაფერი დანო რა. დაწყებული ტანკივით ტრიალი, წყალში ცურვა და კიდე ერთი განსაცდელი მოუმზადეს. და ეხლა ეს განსაცდელი იყო, ხედავთ ვიდეოში, კორპუსის ზომის პალმის ხე დააგდეს ზევიდან ამ ავტომობილს და არაფერიც არ მოსვლია დიდად. ოდნავ ჩაიღუნა, მაგრამ კარიც იღებოდა და ყველაფერი. მოკლედ რო ვთქვათ, რომ 54 ნიუტონმეტრი დაეცა ეს ხე ამ ავტომობილს. ჩვენ რეალობაში მე მგონი კაია, ხო? რამე რო არ დაგვეცეს ანაგურია რაღაცა. ხო, უსაფრთხოებისთვის ძალიან მაგარია და რატო გააკეთეს ესეთი ავტომობილი, ეგეც ძალიან საინტერესო დახსნეს, რომ ანუ ეგეც შემთხვევა რაღაცა რო იყოს ან ამოტრიალდეს ან რაღაცა მოხდეს, კარი გაიღება ჩვეულებრივად, რომ მაშველებს კომფორტულად შეეძლოთ მუშაობა. ძალიან საინტერესოა, ძალიან დახვეწეს ყველა მიმართულება. უკვე და რა ვიცი, საინტერესოა ნომერ 1 ბრენდს მოწინავე კომპანიას თუ აჯობებენ უსაფრთხოებაში. Volvo-ს, ხო, Volvo ეხა ძალიან წინ არის. Volvo ყოველთვის წინ იყო, დასაწყისიდანვე წინ იყო და თუ გავიხსენებთ უსაფრთხოების ხვედიც Volvo-ს მოფიქრებულია, მაგრამ არ დააპატენტეს, არამედ მისცეს ყველა ავტომწარმოებლოს იმის უფლება, რომ გამოეყენებინათ. კი. ხო, ეს დასაფასებელი არის. ნამდვილად დასაფასებელი არის და ნახოთ ჩინელები რამდენად შეძლებენ, რომ ძალიან სწრაფი ტემპით მიდიან. ძალიან სწრაფი ტემპით მიდიან. არ ვიცი. ძალიან მიხარია ხოლმე რაღაც ახალი ჩინური ავტომობილები რო გამოდის და ძალიან ბევრი ეხლა ხო გამოუშვეს შედარებით ბიუჯეტური ვერსიები გამოუშვეს ძალიან ბევრი. თუ არ ვთქვი 14000 ღირს ახალი მანქანა რო იყიდო ჩინური და რა ვიცი ახლა ახალი მანქანა იქ 5 წელი საგარანტიო გააქვს. მაგ-პასის რეინჯი ჩვენს გადაღებული ყავს. BYD-ი. ხო, მაშინ მე მგონი 15 თუ 16 ღირდა ეგ როგორც მახსოვს. 13900 თუ $900 ღირდა. მე ძალიან მომეწონა. ძალიან მაგარი ავტომობილია, აი კომპანიის, საკურიერო კომპანიის. ისედაც ქალაქისთვის ყოველდღიურად, მაგრამ მე მაინც დანო მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ელექტრომანქანა თუ ყავს, ან რაღაცა გარაჟი უნდა კონდეს შენი, ან კერძო სახლი უნდა კონდეს, იმიტომ რომ ძალიან რთულია. ქალაქში ხა დამუხტვა, უკვე იმდენია ეს მანქანა შემოსულია. ან შეიძლება ვიღაცასთან კონფლიქტი მოგივიდეს მაგის გამო, ან შეიძლება ტაქსის მაქსებს ერთ-ერთი აყენია, მაშინ რა ქვია, სამრეცხაოსთან აყენია და ნუ ავტომობილს რეცხავდი და შელაპარაკება იყო იმაზე, რომ წადიო რა მიწმინდა ავტომობილს და ხო, მან კიდე ნახე მეორე სიტუაცია არის, როგორც ვიცი, ანუ შეგიძლია დაურეკო და მერიამ დაგიმონტაჟოს კორპუსთან. მაგრამ ეხა იქ ერთს გიდგამენ. იქ კიდე 2-3 ადამიანს თუ ყავს,
იქაც უკვე პრობლემაა. აი მაგალითად ჩემთან, ჩემს მეზობლებს ყველას გაკეთებული აქვს სახლებიდან ჩამოყვანილი აქვთ -1-ზე და -2-ზე. ყველას უდგას. არა, დისკომფორტია მაინც რა. ხო, არა, დისკომფორტი არ არის და გეტყვი რა, ანუ ეხლა შენ თუ -1-ზე ან -2-ზე გაქვს ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი. აი ეგრე ხო? ანუ მაგ შემთხვევაში კომფორტია, იმიტომ რომ საღამოს მოდიხარ სახლში, შენ ადგილას თუ აყენებ ხო, მაგრამ იქ ეხლა корпуსანი ჩემთან სად მომიწევს მე დაყენება არ ვიცი. ხო, შენთან უკვე პრობლემა არის, იმიტომ რომ პრობლემაა. ანუ მაგიტო ვიძახი რა, ან რაღაცა შენი საპარკინგის სივრცე თუ გაქვს, ან რაღაცა მეც სიამოვნებოდ ვიყოლიებდი, თუნდაც იმ BYD-ს კონკრეტულს, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა გინდა მასალების ინტერიერი, ხარისხი, რა ვიცი, ნორმალური მანქანაა და აგებულება. მარტივია ძალიან, ქვევიდან სავალი სისტემა რაც ნახეთ. კი. რავი, Honda Toyota-ს ნაირი აქვს ყველაფერი რა. ხო და მაგ ხრივ კი, დავაფასებ. მაგ შემთხვევაში გამართლებული არის ელექტროავტომობილის ხოლმე. კი. BB Leasing-ის და Kia-ს თანამშრომლობის ფარგლებში წამოვიყვანეთ და გავტესტეთ ახალი Kia Sportage, სადაც დანო კინაღამ გაიწირა. არა, სხვა შორის. არა, ან თამამად იყავი. მე მახსოვს რომ არა ვარ დავდგებიო. თავიდან მაინც რაღაც ხა როცა ესეთ რაღაცას აკეთებ, რაღაცა პროცენტი მაინც უშვებ, რაღაცა პროცენტი. მოკლედ უთხრათ მაყურებელს რაზეა საუბარი. ამ ავტომობილს აქვს თვით დამუხრუჭების ფუნქცია, ასე ვთქვათ, როცა ქვეითს და ინახავს ან რაღაცა დავკოლებას შეამჩნევს და გადავწყვეტ რომ ეს გაგვეტესტა და გიორგი გავწირეთ ამისთვის და 3-დან 3-ვეჯერ მინდა ვთქვა რომ წარმატებით დასრულდა ეს ტესტი მიუხედავად იმისა რომ გახსოვს Volvo-ს რა ინციდენტის მოვიდა თავის მეგობარი კომერციული დირექტორი იყო Volvo-სი თუ დირექტორი იყო არ მახსოვს იმას დაარტყეს ტესტის დროს არ დაამუხრუჭა ამ მანქანამ ხო და ძალიან ისეთი მერე კი გაიმიმა და ისეთ სასაცილო იყო მაგრამ იმ დროს ცოტა ცუდი რეპუტაციის რუსული რობოტის არის რუსული ხო მოკლედ მოდი დავიწყოთ ლიზინგით დღეს ჩემი აზრით ლიზინგით ავტომობილის ყიდვა თან ახალი ავტომობილის ცენტრის არის ძალიან კომფორტული მე არასდროს არ გავამიყენებია სიმართლე გითხრა მაგრამ როგორც ვიცი შენ იყენებ ხოლმე ძალიან ხშირად სამჯერ გამოვიყენე ძალიან კომფორტული გადახდის სისტემა აქვს ისედაც მოქნილი გადახდის სისტემა აქვს და ასევე რა ვიცი პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე კარგი პირობა აქვს BB Leasing-ს მე თავიდან რაც შევადარე ჯერ კიდე სანამ თანამშრომლობას დავიწყებდი რა ვიცი ძალიან კმაყოფილი ვარ სხვა შორის ევროპაში და ამერიკაში საკმაოდ აპრობირებული მეთოდი არის და ამერიკელები და ევროპელები ლიზინგით ყიდულობენ ხოლმე ავტომობილებს ხშირ შემთხვევაში რაღაცა დროის განმავლობაში 30000 აი მაგალითად ჩინურ ავტომობილებს დღესდღეობით ახალი ჩინური ავტომობილი რო იყიდო, ნებისმიერი ავტომობილი რო იყიდო ცენტრში, გარანტია აქვთ ხოლმე, ან 150000 კილომეტრი, ან 100000 კილომეტრი, ან 2 წელი. 2 წლის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ყიდიან, ну, კი, ის ავტომობილი დანაკარგია, ხო, რა თქმა უნდა. ისევ ახალ ავტომობილს ყიდულობენ და ისევ აგზელებენ ლიზინგით გადახდას. რაც შეეხება Kia-ს. როგორი ავტომობილია? სხვათა შორის მომეწონა ყოველდღიურად კარგი სამართალი. მე მომეწონა რომ დაამუხრუჭა და დღეს აქ ვარ. კი. იქ მოგეწონა. მიხარია. ინტერიერის ხარისხი ძალიან მომეწონა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ველოდი ესეთი თუ იქნებოდა, იმიტომ რომ ეხა Kia-ს მაინც, ანუ მეც ეხა შეხება არ მქონია, ძალიან დიდი ხანია და ვიცნობთ, რომ არის ცოტა ბიუჯეტური კლასის წარმოებელი და ცოტა ისეთ ავტომობილებს აწარმოებენ პრაქტიკულ ავტომობილებს, მაგრამ ბოლოს აკრიფეს, აი არ ვიცი, ძალიან გაფრინდა, რაღაცა ესეთი ზრდის ტემპი რო ქონდათ, უცებ რაღაცა მწვერვალზე აღმოჩნდნენ და ამ ავტომობილს ნამდვილად ეთყობა, გინდა ვიზუალურად, გინდა ინტერიერის კუთხით, გინდა სალონის ხარისხის კუთხით, არაფერი არ გახუნობს, რაღაცა ხმა არაფერს არ აქვს ინტერიერში, ძალიან რბილი მატერიალებია გამოყენებული და რა ვიცი, ძალიან მომეწონა. მე ერთადერთი ჩემი პირადი აზრია, ვისურვებდი რომ რაღაცა უფრო რაღაცა სპორტული დაკიდების სისტემა ქონოდა ამ ავტომობილს. ეხა ვიღაცისთვის კი არა და ბევრისთვის ალბათ კომფორტულია, მოსახლეში რაღაცა რბილად შესვლა, გადახრა, გადამოხრა, მე უფრო ხისტი ავტომობილები. ჩაოლებრივ ადამიანს, ვისაც ხო, უბრალოდ ყოველდღიურად გადაადგილებისთვის უნდა ავტომობილი. ძალიან არ აინტერესებს ეგ. საერთოდ არ აინტერესებს შენი სპორტული დაკიდების სისტემა, ის ადამიანი ჩაჯდება ამ ავტომობილში, კომფორტულად წავა სამსახურში, მოვა, თავის საქმეებსაც გააკეთებს და შემდეგ შენსავით წელი არ ეტკინება.
ხო, არა, წელი არ მткиვა, რატომ მткиვა წელი? შენ რენოზე რო გადაადგილები ხოლმე წელი არ მткиვა ხოლმე? რენოზე არ მткиვა წელი. ეს ახალია ჭირდა მოგიწევ. კარგი, მოკლედ მეორე რო არ ვისაუბროთ, მოდი ვნახოთ სიუჟეტი და მერე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. BB-Leasing-ის და Kia-ს პარტნიორობის ფარგლებში დღეს ტესტ-დრაივზე წამოვიყვანეთ და გავტესტავთ ახალ Kia Sportage-ს. Kia-ს სახელმა ავტოსამყაროში ბოლო აწლეულის განმავლობაში სრულიად ახალი ისტორია დაწერა. Kia-ს ვიცნობდით როგორც ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ავტომობილების მწარმოებელ ბრენდს, მაგრამ დღეს ის პრემიუმ სეგმენტის გვერდით დგას და ხშირ შემთხვევაში ბევრად აღემატება მათ. EV6, Sorento, Carnival და ახლა ახალი Sportage მოწმობს იმას, რომ Kia-ს ფილოსოფია არის ინოვაცია, დიზაინი, ტექნოლოგია და მომხმარებლის კომფორტის უმაღლეს დონეზე აყვანა. ახალმა Sportage-მ კი Kia-ს რეპუტაცია კიდევ ერთი საფეხურით მაღლა ასწია. ბოლო წლებში Kia ყოველთვის გამოირჩევა ვიზუალით. რაღაცა უფრო ფუტურისტულ ავტომობილებს ქმნიან და თითქოს მომავლიდან არიან მოსულები. მისი ცნობილი განთქმული, ასე ვთქვათ, ვეფხვის ცხვირი, Tiger Nose, როგორც ეძახიან, უფრო მასიური და გაზრდილია, მისი ფარები, რომელიც ბუმერანგის ფორმის არის. ერთი შეხედვით, ფარების განლაგება ისე არის და ნათება ისე მოდის, ავტომობილს უფრო მასიურს და დიდს აჩენს. ერთიანი ლედზოლით გაერთიანებული უკანა ფარები ბევრს გვახსენებს პრემიუმ ელექტრომობილებს. მაღალი ბამპერი, სწორი პროპორციები და ძალიან გამართული სილუეტი. ის არის ტექნოლოგიური და გათვლილია მომავალზე. ინტერიერის დიზაინი ისეთივე თანამედროვეა, როგორიც ამ ავტომობილის გამოხედვა. მინიმალისტური ზედაპირები, სენსორული პანელი, განათება, პრემიალური სავარძლები, AI ინოვაციები. ეს არის Sportage-ის ყველაზე ძლიერი მხარე. ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტური და ლამაზია. ასევე მომწონს ძალიან ბევრი ღილაკი, რომელიც საჭეზეა განთავსებული. ყველაფრის კონტროლი თითქმის შეგვიძლია საჭიდან. დიზაინი ჩემთვის პირადად ცოტა უცნაურია, მაგრამ ორ ფერში, ასევე მსგავსი ხდება ძირითადად Mercedes-ებში. ეხა ახალმა Mazda-მაც დანერგა იგივე დიზაინის საჭე. Paddle shifter-ები მომწონს, რომ მიყვება საჭეს, ესე ძალიან კარგია. სენსორული პანელური ეკრანი. საიდანაც შეგვიძლია გათბობა, გაგრილება ჩავრთოთ. აქაც ღილაკები მაინც ხდება და ესე ძალიან მომწონს და მონიტორი. ერთი სრული მთლიანი მონიტორი გვაქვს. სადაც გვაქვს ნავიგაცია, აქეთ რადიო, ჰიბრიდი, YouTube, თამაშებიც კი. ამ ავტომობილს მოყვება 7 წელი ულიმიტო ინტერნეტი. ეს რას ნიშნავს? შეგვიძლია YouTube-ს უყუროთ, ასევე თამაშები ვითამაშოთ, ამინდის პროგნოზი ვნახოთ, სპორტული სიახლეები გავიგოთ. ესე ძალიან მომეწონა სხვათა შორის და ონლაინ მანუალიც აგვაქვს. რაც კიდევ ძალიან მომეწონა, აქ ხმის ჩამწერი. მანქანაში ვზივართ, რაღაცა იდეა მოგვივიდა, თუნდაც კონტენტ კრეატორებისთვის. გავუშვებთ რეკორდზე, ჩავწერთ ამ იდეას და შემდეგ მოვისმენთ და გადავიტანთ მას ამ ფურცელზე ან ტელეფონში. ამ ავტომობილში რაც ძალიან მომწონს, არის რომ გვაქვს ბევრი Type-C პორტი. სადაც შეგვიძლია დავმუხტოთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობები. წინ და ასევე უკან, სავარძლებშიც. და უკანა მგზავრებსაც თავმად შეუძლიათ შეერთონ ხოლმე თავისი მობილური მოწყობილობა პირობითად. განლაგებას რაც შეეხება ძალიან კომფორტული არის, არ არის ვიწრო, ხელი კომფორტულად გვიდევს, მაგრამ ერთი ხელი დაეტევა მხოლოდ ისე რომ კომფორტულად ვიგრძნოთ ინტერიერში თავი. გვაქვს სავარძლების გათბობა, როგორც წინ, ასევე უკან და ესე ძალიან მომეწონა და რაც ყველაზე საინტერესო, უკან სავარძლები არის მოძრავი. ანუ შეგვიძლია უფრო გადავწვეთ უკან, ან თუ გვინდა ოდნავ წინ წამოვიზიოთ, ესე დავშტეთ. მეორე ავტომობილში არ ხდება სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან მოსახერხებელია, როცა შორგზაზე გადავაადგილდებით, უკან დავისვენოთ და კომფორტულად დავშტეთ. რაც შეეხება ინტერიერის მატერიალებს. ბრაგუნა არ არის და არ ჭაღჭაღებს და არ დადის არაფერი, არც პლასტმასი არ არის, რბილი მატერიაა.
ვნახოთ, რას მალავს Kia Hood-ის ქვეშ. ოჰო, კაი მძიმე არის. არ გვაქვს ამორტიზატორი და ხელით გვიწევს ძრავის საფარის დამაგრება. ავტომობილში წარმოდგენილია 1.6 ლიტრიანი Smart Trim-ის ძრავი. მისი სიმძლავრე არის 180 ცხენის ზალა, ხოლო მაბრუნი მომენტი 265 ნიუტონ-მეტრს შეადგენს. მას ასევე ემატება 60 ცხენისძალიანი ელექტროძრავა. ჯამური სიმძლავრე კი შემდეგნაირად გამოიყურება: 230 ცხენისძალა და 350 ნიუტონ-მეტრი. ამ ავტომობილის სრული ღირებულება შეადგენს 68500 ლარს, მაგრამ ვისაც ერთიანი გადახდის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ BB ლიზინგის დაფინანსებით. რატომ BB ლიზინგი? რაც ბაზარზე მოვიძიეთ და გადავხედეთ, BB ლიზინგს აქვს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და საუკეთესო პირობები. მე პირადად მათი დახმარებით 3 ავტომობილი მყავს შეძენილი და გარდა ფასისა ძალიან მოქნილი გადახდის სისტემა აქვთ. პირობებს ასევე შეგიძლიათ გაიცნოთ საიტზე, სადაც არის ფასის კალკულატორი, წინასწარ შეგიძლიათ გამოთვალოთ თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ და რა ვადით. რაც შეეხება თანამონაწილეობას, ამ კონკრეტულ ავტომობილზე BB ლიზინგი აფინანსებს ღირებულების 90%-ს. სხვა დეტალებისთვის კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან კონსულტაციისთვის მიბრძანდეთ მის სამართებზე. საკმაოდ ინფორმატიული მონიტორი აქვს, თვითონ ძალიან მარტივადაა გამოტანილი ყველა პარამეტრი აბსოლუტურად, იმიტომ რომ არ გვჭირდება სადღაც შესვლა, გამოსვლა, რამის მოძიება და ასე შემდეგ. ეგრევე მარტივად ერთი თითის მოძრაობით, სადაც გვინდა შევალთ და ყველაფერს ვნახავთ. გვაქვს რამდენიმე რეჟიმი მართვის. Drive mode-დან შეგვიძლია გადავხდოთ sport რეჟიმზე, სადაც უფრო ასე ვთქვათ, მგრძნობიარე ხდება აქსელერაციის პედალი, იმიტომ რომ მე როცა ვიარე normal mode-ით ამ ავტომობილით. აი მოსახვევებში ხა სერპანტინებზე ვართ და რო მოსახვევში შევდივართ, ამოხრუჭებთ და გამოვდივართ, თითქოს ოდნავ გვიან რეაგირებს აქსელერაციის პედალზე. მაგრამ სპორტ რეჟიმში ეს ყველაფერი არის ბევრად მხისიერი და უფრო სწრაფი. ასევე გვაქვს დამატებითი mode-ები, ეს არის თუ გვინდა თოვლიან ზედაპირზე ვიაროთ, მისთვის არის გათვლილი, ასევე ცოტა ტალახიანი და ქვიშიანი. ესე ძალიან კარგია უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თვითონ ავტომობილი შეგირჩევთ სად, როგორ და რანაირი პარამეტრით შეგვიძლია სიარული. ეხლა გვაქვს სპორტ რეჟიმში, საკმაოდ კარგი რეაქცია აქვს აქსელერაციის პედალზე, არ არის ძალიან ნელი ავტომობილი, ესეც უნდა აღინიშნოს სიმძლავრიდან და წონიდან გამომდინარე, მოსახვევებშიც ძალიან კარგად დგას და კარგად უჭირავს თავი, ესეც ძალიან მომწონს და ასევე ერთადერთი კიდე რაც შეიძლება იყოს დისკომფორტი, მოსახვევებში შესვლის დროს ვფიქრობ, რომ ოდნავ უფრო მეტად იხრება ეს ავტომობილი. ჩემი აზრით ამას მოუხდება უფრო კაი დაკიდების სისტემა, ან ისეთი სავარძელი, რომ ოდნავ გვერდებში გამოწეული იყოს, რომ კარგად დაგვიჭიროს. დიდი სიჩქარით თუ შევალთ მოსახვევში, გვიწევს, რომ საჭეს მოვეჭიდოთ, იმიტომ რომ ძალიან მოძრაობთ. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი სავარძლები კიდევ ერთხელ, რომელიც ასევე ორფერშია. აქ ძალიან სასიამოვნო მატერიალებია გამოყენებული, ასევე კომბინირებული სავარძლები აქვს და ძალიან რბილი და სასიამოვნოა ჟდომა. თამღლელი არ არის, მით უმეტეს 2 დღეა რაც ეს ავტომობილი ტესტ დრაივზე ყავს გამოყვანილი და დაახლოებით 400 კილომეტრი გვაქვს დაფარული უკვე და დაღლა მე პირადად არ მიგვწვნია. ხო, ასევე რაც შეეხება წვასაც. ვიარეთ ყველგან. ქალაქგარეთ, ქალაქში, საცობებშიც ვიდექით საკმაოდ დიდი ხანი და შერეული წვა ამ ეტაპზე გვაქვს 8.5 ლიტრი 100 კილომეტრზე. ვფიქრობ, რომ ამ ავტომობილისთვის ძალიან კარგი წვა არის, მით უმეტეს არ არის პატარა ავტომობილი, ცოტა მძიმეც არის, შეიძლება ითქვას. Kia-ს ვიცნობდით ისეთ წარმოებელს, რომ აწარმოებდა უფრო პრაქტიკულ და შედარებით დაბალფასიან ავტომობილებს და ეს რეალობა დღეს არის შეცვლილი. Kia-მ ძალიან გაზარდა ხარისხი, ვიზუალი ძალიან დახვეწა, ძალიან ფუტურისტულ ავტომობილებს აწარმოებენ. კი, ამ ავტომობილის ღირებულება შეიძლება ითქვას, რომ არის 22,000 ევრო, რაც ახალი ავტომობილისთვის ვფიქრობ ძალიან კარგი ფასია და არ არის ძვირი, მაგრამ ფასიდან გამომდინარე, ის მატერიალები, რაც არის ამ ავტომობილის ინტერიერში გამოყენებული, ის ვიზუალი, რასაც ამ ფასში ვიღებთ,
აი არ ვიცი, ძალიან კარგია. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ავტომობილი არის 4-ვე წამყვანი და ძალიან კარგად მუშაობს ეს სისტემა. ასევე გვაქვს ძალიან კარგი ფუნქციები. კამერის გამოტანა შეგვიძლია, სადაც ხედავთ ავტომობილის წინ რა ხდება გზის საფარზე. ასევე შეგვიძლია გადავრთოთ და ვნახოთ უკანა ნაწილიც. ესეც ძალიან მომწონს და ასევე გვაქვს 360 გრადუსიანი ხედვა, მაგრამ გვაქვს მხოლოდ მაშინ, როცა ავტომობილს გავაჩერებთ. ეხლა აქ გავჩერდებით. აქ შეგვიძლია დავატრიალოთ ავტომობილი და შევხედავთ უკვე მის 360 გრადუსიან სისტემასაც. აი ესე გავჩერდით. ეხლა გადმოვიტანოთ. გამოვაჩინოთ უკანა კამერა, სადაც ხედავთ ზევიდან ჩვენ ავტომობილსაც, ასევე აქ თუ გადავალთ, შეგვიძლია ესე დავინახოთ 360 გრადუსით. ესე ძალიან კომფორტული არის და უსაფრთხოებისთვის ძალიან კარგია და ასევე ნიშანს გვაძლევს, როცა ჩვენ უკან ავტომობილი იმყოფება. ძალიან საინტერესოა აი ეს ფუნქცია, რომელიც გვაჩვენებს ბრმა ზონებს, იმ ზონებს, რაც შეიძლება უკანა ხედვის სარკეში გამოგვეპაროს. ეხლა გვინდა პატარა ექსპერიმენტის ჩატარება, ვიმყოფებით სკოლასთან და გადავწყვიტეთ, რომ გავწიროთ ჩვენი თანაწამყვანი გიორგი დანელია, რომელიც გადმოგვირბენს გზაზე და ვნახოთ რა რეაქცია ექნება ამ ავტომობილს დაამხრუჭებს თუ არა თავის დროზე და მედი არ დავეჯახებით გიორგის. დავიწყეთ. Bravo. Bravo, გაჩერდა. გადარჩა, ჩვენი თანაწამყვანი გადარჩა. ხო, ასევე ერთი ფუნქცია, რაც კიდე ძალიან მომეწონა, არის ის, რომ თუ არ გვაქვს გათბობა გაგრილება ჩართული, აი ეს ღილაკი შეგვიძლია გამოვიყენოთ ხმის ასაწევად და დასაწევად. რახან ხმას შევეხეთ, ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ ავტომობილში გვხვდება Harman Kardon-ის აუდიო სისტემა და ძალიან კარგი ხმა აქვს. ინტერიერზე სხვა რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ არის ის, რომ ყველაფერი აქვს თავის ადგილას. არაფრის ძებნა არ გიწევს. ერთი შეხედვით ხედავ ყველაფერს. სპორტიჯი თვითგანახლებადია. ემატება ახალი ფუნქციები ისე, რომ სერვისში მისვლა შენ არ დაგჭირდება. Kia Connect App. აპლიკაციიდან მართავ ავტომობილის დაქოქვას, კონდიციონერის ჩართვას, მანქანის გაღება და ჩაკეტვას. ასევე უტარებ დიაგნოსტიკას და ტვირთავ განახლებებს. ნახევრად ავტონომიური მართვა. სპორტიჯი ავტომობილს შენთან ერთად მართავს გზაზე. ინარჩუნებს ზოლს. აკონტროლებს წინა ავტომობილამდე დისტანციას. რეაგირებს გვერდით მიმავალ მანქანაზეც. მისი ნავიგაცია წინასწარ გვამცნობს საცობებს, ზოლების საჭიროებას, მოულოდნელ მანევრებს და ასევე ენერგიის ხარჯვას ჰიბრიდის სისტემაში. AI ამუშავებს მონაცემებს და გირჩევს ოპტიმალურ სვლას. ეს ცოტათი Tesla სისტემასაც კი წააგავს. Smart Cruise Control კი სწავლობს შენი მართვის სტილს. AI ალგორითმი სწავლობს როგორ ამოხრუჭებ, როგორ აჩქარებ ავტომობილს და როგორ დისტანციას იცავ შენ წინ მიმავალ ავტომობილებთან. შედეგად ავტონომიურად მართვის დროს იმეორებს შენი მართვის სტილს. და მაინც, მოგვეწონა თუ არა ახალი Kia Sportage? ამაზე ჩვენი პასუხი კია. მით უმეტეს იქიდან გამომდინარე რა სეგმენტზეც ის არის გათვლილი და რა საფასო კატეგორიაში ხდება ეს ავტომობილი, ჩემი აზრით ყოველდღიურ გამოსაყენებელ ავტომობილად იდეალურია. ამ ავტომობილის შეძენა კი BB Leasing-ის დახმარებით თვეში 1582 ლარიდან შეგიძლიათ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია პროფესიონალი ავტომობილისტი ვანო წელური. მოგესალმები, მადლობას გიხდი მობრძანებისთვის, რომ გამონახეთ დრო და დაგვითმე. მოდი ჯერ სანამ ცხელი თემა არის, დავიწყოთ წლევანდელი სეზონით. ვიცი რომ კარგად არ დამთავრდა და ტექნიკური პრობლემაც იყო რაღაცა და ბოლო გარბენზეც რო გითხრა რა მოხდა და აი რას ფიქრობ, რა პრობლემა შეიძლება იყოს. ხო, წლევანდელი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ძალიან ცუდად დასრულდა. ისე რომ არ ველოდებოდი არაფერს, რაღაცა ესე ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცებ მოულოდნელად მოხდა ინციდენტი და გზიდან გადავარდი. დავეჯახე იქვე კედელს და მოკლედ იქვე გავჩერდი.
ანუ ბოლო ეტაპამდე 12 ქულით ვიყავი, თუ 11 ქულით ვიყავი წინ და ანუ რეალურად უბრალოდ წყნარი ფინიში მჭირდებოდა ბოლოს და აი იმ გარბენზე მოკლედ ეგრეთ მივდიოდი წყნარად, ყველაფერი დალაგებულად, თითქოს ყველაფერი კონტროლში იყო. მაგრამ რაღაც მოხდა და მუხრუჭი ისეთი არ დამხვდა, როგორცაც ველოდებოდი და უბრალოდ გადავედი გზით. მიზეზ ჯერ არ ვიცი. უნდა გამოვიკვლიო და მანქანა ვნახო კარგად და შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე დასრულდა. ეს გზის საფართან ხო არ იყო რამე კავშირში, ანუ გზის საფარზე ან მტვერი, ან ახალი გაკეთებული გზა იყო ეგ და მტვრიანიც იყო, თუმცა რაღაც განსაკუთრებული მტვერი არ იყო რა, მაგრამ რაღაცა თავისი მიზეზი შეიძლება იყოს რა, მტვერიც დამატებული კიდე რაღაც სხვა რაღაცები და მოკლედ წვრილოვანი მიზეზები ერთად შეიკრა ბოლოს ზუსტად იმ მომენტში და ნუ არა, ხალხსაც რო უთხრათ, საქართველოს ჩემპიონი რამდენჯერ ხარ? საქართველოს ჩემპიონი 5-ჯერ ან 6-ჯერ ვარ ზუსტად არ ვიცი. აღარ თვლიხო? ხო. ბოლიდი არის ასწაული, რაც ხავს. გეტყვი, წყვილთარბოლები მაქვს მოგებული, წრიული რბოლა მაქვს მოგებული და აღმართის დაძლევები მაქვს კიდე მოგებული, სხვადასხვა კლასში. მე მახსოვს, რომ შენ დადიოდი Subaru-ით. კი. ნუ Subaru ხა აღმართის დაძლევაზე უკონკურენტო როა, ეს ალბათ ყველამ ვიცით და ძალიან მაგარი ავტომობილია და აი როგორ გადაწყვიტე, როგორ მიხვედი იქამდე, რომ შეგეცვალა პლატფორმა, გადასულიყავი BMW-ზე, E36 ყავს ახლა და აი რო შევადაროთ ეს ორი ავტომობილი, რა განსხვავებები არის ამ ორ ავტომობილს შორის და დამწყებელ მრბოლელებს რომელს უფრო ურჩევდი, რომ რომლით უფრო ჯობია რომ დაიწყო. ხო. თავიდან წყვილთარბოლებზე დავდიოდი ხოლმე Subaru-ით. და ჩემ BMW-ზე გადასვლა მაშინ მოხდა, როცა წრიული რბოლები დაიწყო. კომპაქტ კაფი ხო. და ზუსტად მაგისთვის კონკრეტულად ის BMW 36 კომპაქტი უნდა მყოლოდა და მაგიტომ გადავწყვიტე, რომ მაგ დროს გადავედი ესე ვთქვათ პროფესიონალებში, წრიულ რბოლაში, ყველაფერი ახალი იყო, BMW-ც უკანა წამყვანით და ეგრე გადავბარგდი მაშინ უკანა წამყვანით და მე რახანეგ მანქანა მყავდა გავაგრძელე აღმართის დაძლევაზე და მე ეგ მანქანა რო გავყიდე, უკვე ვიყიდე კუპე, ისე 36 და აი მინდოდა ყოველთვის მქონდა მუღამი იმისი, რომ აი რაღაცა სწრაფი უკანა წამყვანი გამეკეთებინა და აი აღმართის დაძლევაზე დიდი აეროთი და ასე შემდეგ, როგორც არის ხოლმე რაღაც Pikes Peaks-ზე და რაღაც. ეგ მუღამი მქონდა და მაგიტო სამართავადაც განსხვავებულია ძალიან. გაგიჭირდა ისე გადასვლა? თვაც შორის არა, ანუ იქ წრიულ რბოლაზე რაღაც ეგრევე მოვერგეს და ეგრევე კარგად ვიარე. პირველივე ეტაპზე კარგი შედეგები. რომელი უფრო სახალისო სამართავია? Subaru თუ BMW? რთული კითხვაა ისე რა. ორივე განსხვავებულია რა. Subaru თავისებური არის, ბევრმა ახლა შეიძლება თქვას, რომ უკანა წამყვანი რახან რაღაც ცურდება და ის სხვანაირი სამართავ გასართობი სამართავია რა. შედეგს რომელი გადებს ეგეც საინტერესოა ისეც რა, ერთნაირად რომ მოამზადო. კვადრო უფრო 4-ვე წამყვანი, ის არის, უფრო ეფექტურია რა. ამგვარად აღმართის დაძლევაზე იქ სადაც მოჭიდება გჭირდება, სველ საფარზე, მტრიანზე, რაღაც ეგეთზე. კვადრო უფრო უკეთესია ახლა. მაგრამ აი ძლიერი უკანა წამყვანი როცა არის, უკვე ყველაფერი იცვლება რა, მან და აი ყველაფრის კონტროლი გიწევს რაღაც უკან მოსრიალება, ცხვირი, ისე თელი სხეული ჩართობია და გონება ყველაფერში. ხო, ამ მანქანით უკვე აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნებები იყო და სულ მთელი გზა დაძაბული ხარ ყველაფერზე, ყველაფერი ჩქარა ხდება. აი განსაკუთრებით წვიმაში, აი სრულიად განსხვავებულია, ძალიან რთული არის ხოლმე. აი წამის მეათედებში ხდება რაღაცა ცვლილებები და უცებ ხდება ეგრევე მოწყვეტა მანქანის. რაღაცა კონტროლირებადად კი რა, უცებ და შენც უნდა მიყვე რა. ნუ სხვანაირი ხო. მე მაქვს ერთი ვიდეო ნანახი კიდე შენი, რომ აი აღმართის დაძლევის ვიდეო არის, სადაც მიდიხარ ცურდები, მაგრამ აი ძალიან კარგად იჭერ და აგრძელებს და ეგეთი შემთხვევები ბევრია ხოლმე როგორც ვიცი. კი, ეგ ხო მტრიანი გზა იყო. ხო. მაგ დროს ატმოსფერული იყო ჯერ მანქანა. ქართველებს რო ძალიან გვიყვარს, სამიდან იყო. ხო, სამიდან oli. გატრინოლებული. ტროიკა იყო, ხო, წითელი. ფარი ქონდა ამოღებული? ფარი არ ქონდა ამოღებული.
ხა მტრიანი გზა იყო და ზუსტად მაგ დროს წავიდა ეს მანქანა, თან ჯებირიც იქვე იყო, მაგრამ მაშინ რა ვიცი კონტროლის შეგრძნება მქონდა და რაღაც განსაკუთრებული რეაქცია შეგნით არ მქონია. გარედან უფრო ისე ჩანდა. გარდონ ძალიან მაგარი კადრი არის. რამოდენიმეჯერ გადავახვია და რამოდენიმეჯერ უყურე. ჩემი და მაგის მე აღარ მომყვება ხოლმე შეიძლება. შედებულია. ამარა იქნება ხა. მოდი ხა გითხარი ბიუჯეტი. აი მაგალითად რა ჯდება საქართველოში აღმართის დაძლევისთვის, რომ გავამზადოთ უკანა წამყვანი, ისეთი რომ კონკურენტუნარიანი იყოს და რა ჯდება რომ სიტყვაზე მთელი სეზონი ვიაროთ კარგად მომზადებულად რა, ისე რომ აი არაფერზე არ დაგვწყდეს გული, რომ აი საბურავი არ მქონდა, რაღაცა მაკლდა, აი კარგად რო ვიყოთ მომზადებულები. დაახლოებით რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული? აი უკანა წამყვანი რომ მოვამზადოთ აბსოლუტის მომგები რო იყოს, ალბათ 25 პლუსი უნდა ბიუჯეტი. მაგას მე აუცილებლად ჭირდება კარგი საბურავი, რომელიც აი აღმართის დაძლევისთვის არის განკუთვნილი. მან ვიყენებთ ხოლმე ან სუპერ სოფტებს, ან სოფტებს და ანუ რომელსაც გახურება არ ჭირდება და ეგრევე უნდა იმუშაოს. დაბალი ტემპერატურა არის იქ და ასე. ეგეც სუპერ სოფტებიც როგორც ვიცი, სადაც 50-70 კილომეტრამდე უწერია რეინჯი, ესე ვთქვათ, ანუ 70 კილომეტრი. მე რა გადააგდო. 50 კილომეტრში თავდება რა. და ღირს ეგ დაახლოებით ახალი რო ჩამოიტანო საქართველოში რა თქმა უნდა არ არის $3000-მდე ჭდება. $3000 გადიხარ 70 კილომეტრს. რა ცუდი შეგრძნება. ხო, ეგრეა, ну კიდე. მაგრამ თქვენ იდეაში რამდენ კილომეტრს გადიხართ ხოლმე ერთ ეტაპზე? თითო გარბენი არის 5 კილომეტრი, 5-დან 6 კილომეტრამდე. თითო გარბენი, მაგრამ გადიხართ 4-ს, ხო? ხო, 4 შეჯიბზე 4-ს. 20 კილომეტრი. ანუ სადღაც გეყოფა 3 შეჯიბი რა. 3 ეტაპი გეყოფა. მე ერთ სეზონზე ვაკაჩინებთ ხოლმე. აი ძვირი არის სიამოვნება ეგეთ საბურავი. კი, და თან აუცილებელია რა. ხო, სხვანაირად შედეგი ზადება. ხო. რთული. შენი მანქანა რამდენი ცხენის ძალაზეა? ეხლა არის 500 ცხენის ძალით. 0.7 ბარზე არის ჯერ. განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ანუ გათვლა მქონდა თავიდან რომ რაღაცა 1.8 ბარი ჩაგვებერა, სპირტი ჩაგვესხა 50%. მაგრამ ამ ეტაპზე ბენზინზე არის მარტო 0.7 ბარზე და 500 ცხენის ძალა აქვს და რეალურად იმდენად ჩქარი არის და კარგად მომყვება და უკვე შედეგებიც აქვს რომ მაგიტომ აღარ გავფსტეთ. კოლოფზე მინდა რომ მომიყვე ორიოდე სიტყვით, თავიდან დადიოდი მექანიკით. მამა პაპური, რაც ძალიან მიყვარს ასე ყველას და სხვა შორის ხშირად მაქვს ხოლმე უკვე კამათი რომ აი მექანიკა ჯობია თუ ეს თანამედროვე ავტომატური გადაცემათა კოლოფები და ასევე ნიკას მანქანაზე რაც აყენია რომელი უფრო კარგი არის, რომელი უფრო სასიამოვნო სამართავია და რომელი უფრო შედეგიანია. აი ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ სპორტულ მანქანაში დავაღენებდი ავტომატიკად. ფაქტია რომ ეს თანამედროვე განსაკუთრებით ეს ZF-ის კოლოფები, ხო 8 HP ძალიან ჩქარია და ეფექტური რა. მექანიკასთან შედარებით ბევრად ჩქარავს თავს სიჩქარეებს და საერთოდ ჯამში უფრო ეფექტურია რა. მაგიტომ გადავწყვეტ რომ ეგ დაგვეყენებინა რა. თან ნასტროიკაც შეიძლება ამისი კომპიუტერიდან ყველაფრის დეტალურადსა. მაგრამ გამართლა კიდევაც, ძალიან კარგია. მარტივად მივეჩვიე. ასევე საჭეზე მიყენია გადასართვალები. ვიდეოებში ხშირად უყურებთ ხოლმე შენს ონბოარდებს და ჩანს ხოლმე. მაგრამ მექანიკა უფრო რაღაც მაინც უფრო ავტომოყვარული სტური არის ალბათ რა, უფრო რაღაც მე უფრო მეტად ხარ ჩართული და იქ. მართვაში უფრო ესეა რა. მაგრამ შედეგისთვის ეს ხა შედეგისთვის უფრო ეფექტურია რაც. სამომავლო 2026 წლის სეზონზე რას აპირებ? აპირებ თუ არა ცხენის ძალის მომატებას, აპირებ თუ არა რამის დამატებას და ხო, ვაპირებ რომ ეს მანქანა ახლა უფრო კარგად გავაკეთო. პირველ რიგში. მინდა რომ კარგი აერო დავამატო კიდე. ანუ მე მგონი პირველი მანქანა არის საქართველოში, რომელსაც მე ვნახე ვიდეოში ქვემოდან რომ საერთოდ სულ სწორი არის, უყურე მაგ ვიდეოს. კლიოსავით არის.
არა, დამიჯერე, შენს ყლიოზე სწორი არის, იმიტომ რომ ვიდეოში თქვი კიდევაც, რომ გამონაბოლქვის სისტემა ყავს ეგრეთ წოდებული გვერდითა მხრიდან გამოყვანილი რა, კრივოდან. და ანუ ქვემოთ დაგჭა ძალიან დიდი ადგილი და თავიდან ბოლომდე სწორია. კი, მთლიანად გავაკეთეთ, სწორი უკან დიფუზორით ბოლოვდება. კი, ძალიან დიდი დიფუზორია. შთა გავაკეთეთ, რომელიც აეროდინამიურ ტუნელში არის გატესტილი, ზუსტად ვიცი, რომ აი ამ გრადუს დახრაზე და ამ სიჩქარეზე აი ეს ციფრები დაუნფორსი აქვს. ვაუ. ნუ ახლა ამ ძირზე და სპლიტერზე და ამაზე არ ვიცი ახლა ვერ გავტესტავდი, მაგრამ ნუ ეგეც რაღაცა დაუნფორს ქმნის რა. ძირს სხვათა შორის ძალიან დიდ სხვაობას იძლევა. აი ფორმულა 1-ში მაგალითად ძალიან დიდი ნაწილი დაუნფორსის ძირზე მოდის ზუსტად. ხო, ეგ მინდა ახლა რომ განვავითარო უფრო წინ უფრო აგრესიული სპლიტერი დაუყენო, რომ ცხვირის მოჭიდებაც მეტად გავზარდა. ცხენის ძალის დამატებაც ალბათ გავბუსტავთ ცოტა კიდე. დაახლოებით ერთ ბარამდე ალბათ. ხო, 100 ცხენის ძალა რო დაემატოს. შეიძლება ცოტა უფრო განიერი საბურავებით დავაყენო, უკეთესი მოჭიდება გქონდეს და მე მგონი საკმარისი იქნება რა. ნახოთ, აი კონკურენციასაც შევხედავთ და მაგის მიხედვით. ძალიან საინტერესო პროექტი არის. საქართველოში ერთადერთი არის, მე რასაც უყურებ და ძალიან განსხვავებული არის ვიზუალურადაც და ტექნიკურადაც. მე ძალიან მომეწონა, ვიდეოსაც უყურე რამოდენიმეჯერ. ლაივში არ მყავს შენი ავტომობილი ნანახი, მაგრამ იმედი მაქვს ნახავ. წავიდეთ ერთხელ ნიკა ჩვენ შეჯიბზე და კარგად დავათვალიერე. ელვა მაქვინს ხოდავს. ვანო, რას ისურვებდი, რომ აი შენი შეხედულებით რას სიტყვაზე დაამატებდი, ან გამოასწორებდი, ან შეცვლდი ჩვენ ეტაპებში რა სტარდება, ეს იქნება აღმართის დაძლევა ან სპრინტი. ხო, აღმართის დაძლევას რაც შეეხება, ვისურვებდი, რომ უფრო შორს და უკეთეს გზებზე გავსულიყავთ. დისტანცია რო გავზრდილი. საქართველოში ძალიან ბევრი ასეთი გზა გვაქვს, რომელიც აი კონკრეტულად აღმართის დაძლევისთვის აი ზედრო დააკვდება რა. მაგალითად, გომის მთაზე რო გზა არის, იქ ნისლში ასასვლელი ძალიან ეფექტური იქნება. აი Pikes Peak-ის ვაიბები იქნება. კიდე ეს ახალი გზა რომ გააკეთეს მაგალითად საირმეში რო გააკეთეს. ძალიან მაგარი გზაა. სავარაუდოდ ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ ეს ფოტოებიდან ვიცი რომ ძალიან ლამაზი იქნება. ანუ მე უფრო კლასიკური აღმართის დაძლევის გზების მომხრე ვარ ყოველთვის. უფრო მრავალფეროვანს გახდები ასე. მრავალფეროვანი და ხო. სიგნალის ეტაპი იყო ხოლმე კიდე ძალიან საინტერესო ერთხელ ვარ ნამყოფ. კი, სიგნალის ეტაპი საინტერესო არის. როგორც წესი, მრბოლელები, ვინც ტრეკზე დადიან ხოლმე, აღმართის დაძლევას დადიან ხოლმე და რაღაცას შემდეგ, საბოლოოდ მაინც მიდიან ხოლმე იქამდე, რომ არ გინდა არა ეგ. დრიფტერები ხდები. არ გინდა არა. ვინ ხდება დრიფტ? არ გინდა. ბატონო მეულოდი მაგალითად. მეულოდი ხო არ ითვლება. შენ რას ფიქრობ ამ სპორტის სახეობაზე და ორიოდე სიტყვით შენი შეხედულებით რო გითხრა? აი კლასიკური ავტოსპორტის წარმომადგენლის შესახედიდან და სხვანაირი არის ხოლმე რა. აერსაბინძურები. დრაგი ხო, ან დრაგი ჩემთვის უფრო აი ტექნიკური რბოლა არის, ვიდრე რეალურად იქ ანუ მძღოლის. ჩვენ ზარმაცების სპორტის. ხო, აი მაგალითად ვინც თავისით ამ მანქანას აკეთებს, ავითარებს, აჩქარებს, იმისთვის ძალიან მაგარი იქ უფრო მანქანაზე არის აქცენტი რეალურად. აი ახლა რაღაცა სტოკი მანქანით რომ მიხვიდე და დრაგზე იარო, მაგის საერთოდ მოგამი მე ვერ ხდა. დრიფტს რაც შეეხება, ხო. საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. ძალიან პოპულარულია. ხო და ჩემთვის მეც უყურებ ხოლმე ჩვენ დრიფტის შეჯიბრებს, მაგრამ მე რო ჩავერთო და რაღაცა ეგრე არ მოწონს. ანუ ჩემთვის უფრო კლასიკური ავტოსპორტის სახეობა გაცილებით უფრო მაღლა დგას ვიდრე დრიფტი. უყოლოდ გული მწყდება ხოლმე, რომ წყვილთარბოლას არ ყავს მაყურებელი, არ ყავს მაყურებული წვეულ ბოლებს და დრიფტზე სავსეა ხოლმე. ჩემი აზრით აი წვეული რბოლა საყურებელიც არის და სანახაობრივი. ხო, სათანადო, ესე ვთქვათ, PR-ის და მარკეტინგის შემთხვევაში, ჩემი აზრით, წრიული რბოლასაც ეყოლება მაყურებელი. წყვილთარბოლაც კაი სანახავია. კი. ჩემთვის ძალიან კაი საყურებელია. სლალომიც მაგალითად.
აი ქვედა ესე სლალომი მაგალითად მე არ მიყვარს რა. სლალომი მეც არ მიყვარს დიდად. მე დრიფტი უფრო მიყვარს ვიდრე სლალომი. რაღაც ტექნიკური არის რა სლალომი. ჩემთვის მაგალითად ავტოსპორტი ასოცირდება სიჩქარესთან, რისკთან, ადრენალინთან. აი ისეთ სახეობები როგორც არის სლალომი, ჩემთვის რა მართვის მოწმობის გამოცდა არის. ავტოსპორტზე მე პირადად პირველი მახსენდება რალი ეგრევე. კი ბატონო. აი ხეებში და 200 ყველაზე მამაკაცური სპორტი. ყველაზე მამაკაცური სპორტი. აღმართი დაძლევაზე ახლა ამლევში მაგალითად ამლევი ორბეთის გზაზე 230 კმ/სთ იყო მაქსიმალური სიჩქარე და 230 230 წეში სიარული ის არის რა ძალიან ზაჟიჟია ნამდვილად ისე სახში თუ აქვთ ხოლმე ის საუბრები რა რო გაანებეთავი არა რატო აკეთებ რაღაცა იმ მსგავსი რაღაცები კი მაგრამ მიეჩვენენ მაინც რა ხო აქვთ ხოლმე მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში იციან რა ისე შედეგი იქნება ანუ ახალგაზრდა თაობას რას ეტყოდი ვინც სიტყვაზე ფიქრობს და უნდა და აქვს სურვილი რომ ავტოსპორტით დაკავდეს აი რითი დაიწყონ რა ავტომობილით დაიწყონ და როგორ მოვიდნენ ნელ-ნელა ავტოსპორტში იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვინც ცდილობს რომ რაღაცით დაიწყოს და მე მგონი შენაირი ადამიანისგან რჩევა ნამდვილად მისაღები იქნება მათთვის და გამოადგებათ ასე რომ პირდაპირ გითხე რომ გინდა დაწყება და რას გიჩნევს ნუ გერიდება მე სივიკი მყავს რას ურჩევდი და ძალიან კარგი დასაწყისი არის წყვილთა როლები. მაგალითად, ლიო არენა, მსგავსი ტრეკები. სადაც სიჩქარე არც ისე დიდი არის, დაბალი სიჩქარის მოსახოვები, ტექნიკური ასე შემდეგ და წყვილთა როლიდან ძალიან კარგი სკილების აღება შეიძლება რა. მაგიდან მოვდივართ თითქმის ყველანი. ანუ ძველების და პრინციპში ახლებიც უკვე წყვილთა როლა მოკლედ ძალიან კარგი დასაწყისია და მანქანას რაც შეეხება ნუ ინტერესიდან გამომდინარე ეგეც თუ უკანაწამყვანები და BMW-ები მოწონს ძალიან მარტივად შეუძლია BMW-დან დაიწყოს რაღაც ჩვეულებრივ თუნდაც 2 და 5 რაღაც გინა 1 და 9 ნებისმიერ მინიმალური გადაკეთებით გინდაც ქარხნული იყოს მაგრამ მინიმალური გადაკეთებით მაგალითად ამორტიზატორების შეცვლით სპორტულის დაყენებით უკვე შეგიძლია მიხვიდე და წყვილთა რბოლოზე იარო მეორე არის ხალხი ვისაც მაგალითად წინაწამყვანი მოწონს შეუძლია დაიწყოს ჰონდით რენო არის რენო ცოტათი რთულია იმიტომ რომ სერვისის ამბავში ცოტათი გაუჭირდება სერვისის არის რთული თორე ისე ანუ მაგ შემთხვევაში ისეთი მანქანა რომელსაც სერვისი უფრო მარტივი არის, მაგალითად, უფრო უკეთესი იქნება. გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ქალაქში სიარული. რეალურად ვინც ქალაქიდან მანდ მოვიდა, შემდეგი მათი განვითარება გაცილებით უფრო კარგი იყო ვიდრე თუნდაც ქალაქში სიარული. მე ერთ პერიოდი აქტიურად რო დავდიოდი სტუდენტ ხაბს, წყვილთა რბოლებს, მაშინ აი პატარაობაში ხო ქონია ხა ჩვენს ასე თქვა გვიულია ცოტა უხეშად რა ქალაქში, მაგრამ იქ რაც დავიწყე სიარული, სული საერთოდ აღარ გამჩენია. ანუ თელ ადრენალინს, თელ ემოციებს იქდებ. იქ და მოდიხარ დამშვიდებული, დაწყნარებული, რა გინდა პრიუზე დამზარდა და გინდა ევოზე. თვით დაჯერება სრულად იცვლება. იქ რო ხვდები რომ აი ამას აკონტროლებ უკვე და იმას აკეთებ რაც შენ გინდა, მაგ უკვე სხვანაირ შეგრძნებას გიტოვებს და უკვე ანუ სხვანაირი გამოდიხარ. სხვანაირი პასუხისმგებლობა რო გამოდიხარ, ხო. კი, რა თქმა უნდა. პასუხისმგებლობასაც გრძნობ უფრო. საერთოდ აღარ გინდა რომ ქალაქში ვიღაცას რამე დაუმტკიცო რა. ტაქსი გაზაო. კი. ხო. იქ უკვე ტრეკზე შეგიძლია მიხვიდე, ისევ შენაირს, სპორტსმენს შეეჯიბრო და ეგ გაგზრდის. ეგ მეც ხო ჩვენს გამოგვიცდია და რატო ვაკეთებდით ეხა რომ ვფიქრობ მაგას რომ აი ვიღაცის დაგემტკიცებინა რომ აი რა მაგარი მძღოლი ხარ ანუ აღარ გჭირდება ეგ ანუ იქ ამტკიცებ მაგ ყველაფერს. მე კონკურენციას ისეთია რომ თავიდან მომიდიხარ ხოლმე ტრეკზე გადაღებისთვის რო ჩავდივართ ხოლმე იქ და რო გამოვდივართ ხოლმე ამ საერთოდ არც გვაქვს იმის სურვილი რომ აკსელერაციას პედალს ზედმეტად შევეხოთ. ცხნარად ჭიდად მოვდივართ ხოლმე. არა ძალიან მაგარია. კი, ტრეკზე გაცილებით უფრო მაღალი დონეა. გაცილებით.
ასე რომ იქ რო გამოდიხარ, ტაქსზე გაზაობა აღარ გინდა რა. ანუ უკვე მაღალ დონეზე ხარ და უკვე შენ დონეს კიდე. ფიტებს და ტაქსებს აღარ ეკავ. ასე რომ მე მგონი ქალაქში ხალხის შეწუხება ჯობია რომ ტრეკზე კალიები შევაწუხოთ, რაც უხვად გყავს რუსთავშიც და ლილოში. მე თუ მკითხავ ზოგადად, ანუ ადამიანი ავტომობილს რო ყიდულობს, მე პირადად ესე ვაკეთებ ხოლმე, მივდივარ ხოლმე ან ლილოში ან რუსთავში, ტესტავ მაქსიმალურად რა, როგორ შეიძლება რა, როგორ იქცევა მოსახვევში ან რას აკეთებს, რა დროს წყდება, ანუ ეს ჩემი აზრით უნდა გააკეთოს ყველა. ნიკა, რენო როგორ იქცევა? აუ ძალიან მაგარია. ჯერ არ გაფუჭებულა ხო? არა. ჯერ არ გაფუჭებულა. რენო ძალიან ცანცარა. ანუ ჩვეულებრივ შეიძლება შეჯიბზე გამოსვლა საერთოდ არ უნდადეს ადამიანს და რაღაცა სპორტი, ინტერესის სფერო არ იყოს მაგის რა, მაგრამ მაინც ტრეკზე მისვლა და იქ სიარული და ეს ექსტრემალური მართვის რაღაცა უნარების განვითარება ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ არ იცი თუნდაც ქალაქში რა დროს შეიძლება დაგჭირდეს და გადაგარჩინოს. ასე რომ ანუ ნებისმიერისთვის აბსოლუტურად ძალიან კარგი რჩევა იქნება, რომ ტრეკზე განავითაროს თავისი უნარები. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გისურვებ წარმატებებს. ესეთი უიღბლობა აღარ ქონოდეს. ბოლო იყოს უკანასკნელი. რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ მოკლედ. 2026 წლის სეზონის დასასრულს გელოდებით მოკლედ უკვე საჩემპიონო კარგი შევთანხმდით. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.